მოგესალმებით. ქრისტეს მოციქულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს ასეთი მოსაზრება, ასეთი გადმოცემა არსებობს საპატრიარქოს ორგანიზაციისგან, რომ ქრისტეს მოციქულებმა იქადაგესო საქართველოშიო, კონკრეტულ ტერიტორიებზე, თუ მთელ საქართველოში არა, კონკრეტულ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს საქართველოს შემადგენლობაში არის, ან ადრე იყო თქვათ, საქართველოს შემადგენლობაში. ეს რამდენად სწორია, რამდენად არასწორია. ეხლა ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, თუ იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, დღეს რა ხდება. ესე იგი, დღევანდელობაში არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი გავიგოთ დღეს ქრისტიანობის წყარო. აი ამ ქადაგების წყარო საიდან არის ქრისტიანობის იესო ქრისტეს სარწმუნოების ქადაგების წყარო. საიდან არის და დღეს ჩვენ როგორ უნდა ვეზიარებოდეთ იესო ქრისტეს სარწმუნოებას. ესე იგი ღმერთის სარწმუნოებას, აი ღმერთი საიდან გველაპარაკება და რას გველაპარაკება. საერთოდ რა ინფორმაციას გვაწვდის, ჩვენ ეს უნდა გვაინტერესებდეს და არა ის სადღაც კონკრეტულად, ესე იგი 20 საუკუნის უკან დაახლოებით და ნუ კიდაც 19 საუკუნის უკან საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს თუ არ იქადაგეს. რატომ ეხლა? იმიტომ რომ აი იმ დროს თუ რომელიმე მოციქულმა საქართველოში მართლაც იქადაგა და იმ დროს საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა მათ მოусმინეს, ირწმუნეს, აი ამით ისინი გადარჩებოდნენ, მაგრამ ეხლა მე ჩემი თავი მაინტერესებს დღეს მე როგორ გავხდე ქრისტიანი, ესე იგი მე ზოგადად ლაპარაკობ, არა კონკრეტულად ჩემ თავზე ლაპარაკობ, არამედ აი დღევანდელ დროში მცხოვრებ ადამიანზე, რომელსაც აი ეს უნდა აინტერესებდეს ეხლა სადღაც 20 თუ 19 საუკუნის უკან იმ დროში მცხოვრებ ადამიანებს ქრისტეს მოციქულმა უქადაგა თუ არა, ეს კი არ უნდა მაინტერესებდეს. აი მე საიდან მიქადაგებენ ეს მოციქულები, მე როგორ უნდა მეკადაგოს ესე იგი ღმერთის სარწმუნოება და საერთოდ ეს ან სარწმუნოების განმარტება რა არის, რის უნდა ვირწმუნო, რის არ უნდა ვირწმუნო, რა არის ეს რწმენა, რას მელაპარაკება ღმერთი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ამაზე სწორი ინფორმაცია, სწორი წარმოდგენა რომ მქონდეს, ამისათვის მეც ზუსტად ის უნდა გავიგო, რასაც ქრისტეს მოციქულები პირველ საუკუნეში ქადაგებდნენ, რასაც თვითონ უფალი იესო და მისი მოციქულები ქადაგებდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებთან, ხო? ახლა საიდან უნდა გავიგო მე, აი ზუსტად ორიგინალში. საიდან? ამ შემთხვევაში დღევანდელობაში საინფორმაციო წყარო, საიდანაც ღმერთი გველაპარაკება მოყოლებული სამყაროს შექმნიდან ვიდრე ამ სამყაროს დასასრულამდე, ესე იგი განადგურებამდე და შემდგომ ახალი ცისა და ახალი მიწის შექმნაზეც კი გველაპარაკება ღმერთი, ინფორმაციას ამაზეც გვაწვდის. ამავე დროს ღმერთი გვაწვდის ინფორმაციას, აი რომ ადამიანი რო იბადება ცოდვად დაცემულია და აუცილებელი არის იესო ქრისტეს მიღება, იესო ქრისტესადმი რწმენა, რომ ეს მისი რომ იგი ცოდვისგან გამოსყიდულთა და განწმენდილთა რიგებს შეუერთდეს. დღევანდელობაში ასეთი საინფორმაციო წყარო, საიდანაც ღმერთი ამ ყველაფერზე გველაპარაკება, არის მხოლოდ ღვთის წმინდა წერილი, რომელსაც ასევე ბიბლიასაც ვეძახით ბერძნულ ენაზე. ამისი მაგალითები თვითონ ბიბლიაშივე არის, რომ ესე იგი დღეს უკვე ქრისტე და მისი მოციქულები დღევანდელ საქართველოში ქადაგებენ ბიბლიის მეშვეობით და ბიბლიიდან მოწოდებული ინფორმაციას, რომელსაც დღევანდელი ქართველი ან ყოლოსი აზერბაიჯანი მნიშვნელობა არ აქვს ამას, ვინც ამ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაციას წაიკითხავს, აი ზუსტად მას ეკადაგება თვითონ აგერ უფლისაგან და მისი მოციქულებისაგან.
საიდან მაქვს ახლა ასე დარწმუნებით რატო ვლაპარაკობ აი ამაზე, რომ თვითონ იესო ქრისტე გვაწვდის ამაზე ინფორმაციას ბიბლიაშივე, როდესაც იგი ეს ლუკასთან არის, ლუკასთან ესე იგი ბიბლიაში 4 თავი რომ არის შეტანილი მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ხო აგერ ლუკასთან უფალი მოყვება, ასე ვთქვათ, ამბავს მდიდარისა და ლაზარეს შესახებ. და ეს ერთ-ერთი ეს პერსონაჟი, რომელსაც პირობითად ვქვია მდიდარი, მაგას თავისი მნიშვნელობა აქვს, ახლა ამას მე არ გავაგრძელებ. ეს კაცი მოხვდება ჯოჯოხეთში და შორს რო გაიხედავს, ესე იგი რომ აახელს თვალს ჯოჯოხეთში წამებულმაო, ესე იგი აახილა თვალი და რო გაიხედა შორს დაინახა აბრაამი და მის წიაღში მყოფი ლაზარე, რომელიც იყო აბრაამის წიაღში 60-ში იყო და ეს მდიდარი დიალოგს გამართავს აბრაამთან და ეთქვის, რომ აგერ ჩემს ძმებთანო გაგზავნეო ლაზარეო, რომ უთხრასო აქ რაც ხდებაო, რომ ისინიც ჩემ დღეში არ აღმოჩნდნენო და აბრაამი ეთქვის ასეთ რამეს, რომ შენს ძმებსო მოსე და წინასწარმეტყველნი ყავთო და მათ მოусმინენო. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათ არ მოусმენენო, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე და მათთან მივიდესო, ესე იგი ეს ლაზარე მკვდრეთით რომ აღდგესო და მათთან მივიდესო და აგერ შენი ამბავი მოუყვესო, მასაც არ დაუჯერებენო. რას ნიშნავს ეს? იმ მდიდრის ძმებს ჰქონდათ იმდროინდელი ბიბლია, ესე იგი ბიბლიის პირველი ნაწილი, რომელიც შედგება მოსეს რჯულისაგან და წინასწარმეტყველთა წიგნებისაგან. ესე იგი შენს ძმებსო ყავთო მოსე და წინასწარმეტყველნიო. ესე იგი იმ მდიდრის ძმებს ჰქონდათ მოსეს და წინასწარმეტყველთა წიგნები, რომლებიც დღეს ბიბლიაში არის შესული და მით უმეტეს დღეს უკვე ჩვენ აგერ მოსეც ყავს, წინასწარმეტყველნიც ყავს, აგერ მოციქულნიც ყვანან, რომლებმაც თავისი ხელთან სხვას ჩააწერინეს, ესე იგი რომლებიც იყვნენ იესო ქრისტეს სულით აღსილები და მათ ქრისტეს ამბები, ქრისტეს სწავლება ჩაწერეს და ამავე დროს აგერ იოანე მოციქული ასეთ რამეს გვწერ ჩვენ მკითხველებს. იოანეს სახარების მე-20 თავის ბოლო მუხლებია ეს, რომ ბევრი სასწაული ქმნა, ესე იგი ბევრი სასწაული გააკეთა იესომ, რომელიც ამ წიგნში არ ჩაწერილა, ესენი კი ჩაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძეხვთისა და მორწმუნეებს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ესე იგი ზუსტად აი ამიტომ არის დაწერილი. დღევანდელობაში ქრისტე და მისი მოციქულები დღევანდელ ქართველებს და ოსებს და აფხაზებს იქით და აქეთ სომხებს და ყველა ერს გველაპარაკებიან და გვასწავლიან ბიბლიიდან. აი ამიტომაც არის დღეს საქართველოში ქრისტეს მოციქულები ქადაგებენ ბიბლიის მეშვეობით. ამიტომ მათ უნდა მოусმინოთ. ვინც მათ მოусმენს, ირწმუნებს მათ დაწერილს, იგი